რა მოხდება თუ 30 დღის განმავლობაში აღარ უყურებ ახალ ამბებს? თავიდან შესაძლოა ცუდად გახდე. ნახე, როცა ახალი ამბების ყურება ჩვევაში გაქვს, რა ემოციებს განიცდი? სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას? არა, საპირისპიროს. სტრესს, განსაცდელს და უბედურებას. დროთა განმავლობაში ეს ნეგატიური ემოციები კი გიგროვდება. ფსიქოსომატიკის თვალსაზრისით რომ განვიხილოთ, გერთვება კონფლიქტის ფაზა. ანუ შენ არ ეთანხმები იმას, რაც ხდება შენს გარშემო. ზუსტად ამ მიზეზით, როცა შენ წყვეტ ახალი ამბების მოსმენას და ყურებას, ეს კონფლიქტი ავტომატურად გვარდება. ის აღარ არსებობს. რაც იმას ნიშნავს, რომ სხეული თავისით განიკურნება იმ ნეგატივისგან, რომელსაც ახალი ამბებით იღებდა. და არასასიამოვნო გვერდითი ეფექტიდან გელის ძილიანობა, ფორიაკი, მოუსვენრობა, დაღლილობის შეგრძნება, შეიძლება თავის ტკივილები. მაგრამ ეს გაგრძელდება რამდენიმე დღე. რის შემდეგ იგრძნობ შვებას და მსუბუქად იგრძნობ თავს. სტრესი წავა, მოტივაცია დაგიბრუნდება. შიშები აღარ გექნება და ცხოვრება ისევ გამრავალფეროვდება.